მოგესალმებით. დღეს ჩვენ გვინდა ვისაუბროთ მარხვის შესახებ და გვინდა განვიხილოთ ის 4 მარხვის მნიშვნელობა, ისტორიული საწყისები, საიდან მოდის, როდის დაიწყო და ასე შემდეგ. მაგრამ სანამ ამას ვიტყოდით, ვიტყვი საერთოდ რა არის მარხვის არსი. ქრისტეს სწავლებაში მარხვას უჭირავს ბოლო ადგილი. შეიძლება ესე ითქვას. იმიტომ რომ ქრისტემ ისე იცხოვრა ამ ქვეყანაზე და ისე აცხოვრა თავისი მოციქულები, რომ მათ არ უმარხულიათ ქრისტესთან ერთად და ამაზე ქრისტე ამბობს, რომ სანამ სიძე არისო მათთანო არ იმარხულებენო და როცა სიძეს წაართმევენო, წაერთმევათო. აი მაშინ დაიწყებენო მარხვას. აი ეს არის, რაც კი მარხვაზე არის სწავლება სახარებაში და მეორე სწავლება არის, როცა მოციქულები ვერ განდევნიან ეშმაკს, ქრისტე ეუბნება, რომ აი ეს მოდგმა განიდევნება მარხვით და ლოცვით. რაც შეეხება მარხვას და ეს მარხვის დაწესებებს, დღეს ქრისტიანულ ცნობიერებაში ესე არის მიღებული, რომ ვინც მარხულობს, ის ძლიერია რწმენაში. და ეს არ არის სწორი. პავლე მოციქული ამბობს ძალიან საინტერესო სიტყვებს, რწმენაში უძლურნი, უმტკიცონი მიიღეთ, რადგან ზოგს ჯერა, რომ ყველაფრის ჭამა შეიძლება, უძლური კი მხოლოდ მწვანილეულს ჭამს. ეს გამოაჩენს იმას, რომ მარხვა ჩვენ იმიტომ კი არ მარხულობთ, რომ ძლიერები ვართ. არამედ იმიტომ მარხულობთ, ვართ სუსტები. რაში მდგომარეობს სისუსტე? ეს სრულყოფილი ქრისტიანის მდგომარეობა არის ესეთი. სრულყოფილი ქრისტიანი, მაგალითად ბერები, განდეგილები, მათი ცხოვრება არის ყოველდღიური წითელი პარასკევი და ყოველდღიური აღდგომა. იოსე ბათონელიც წიგნი არის ქართულადაც გამოსული, თუ არ ვცდები, საყვირი ქვია, იქ ეუბნება თავის მოწაფეს, რომ შენთვის დიდი სხვაობა არ უნდა იყოს წითელ პარასკევსა და აღდგომას შორის გარეგნული მოქმედებებით. ანუ საჭმლით და ასე შემდეგ. და ეს რას ნიშნავს, რომ წითელი პარასკევი უნდა იყოს ყოველი დღე სრულყოფილი ქრისტიანისთვის, ნიშნავს, რომ ხორცისთვის ყოველთვის წითელი პარასკევი უნდა იყოს. სულისთვის ყოველთვის აღდგომა უნდა იყოს. ანუ სული უნდა იხარობდეს და ხორცი უნდა შიმშილობდეს. მარხვა ამავდროულად შიმშილს ნიშნავს. ეს არის სრულყოფილება, მაგრამ ამას კი არ უნდა აკეთებდეს ძალით. არამედ აქამდე უნდა მივიდეს სულის აღდგომით და სულის ყურადღების მიქცევით შემდეგ მარხვა ხდება ავტომატურად ხორცზე უზრუნველობა, ამ ხორციელ ცხოვრებაზე უზრუნველობა. ამიტომ როცა ვამბობ, რომ როცა ჩვენ მარხვებს ვიცავთ და მარხვა გონია, რომ რაღაცა საჭმლის ამის ჭამა და იმის არ ჭამა, ეს არის საშუალო მდგომარეობა. აი როგორც საშუალო სკოლა არის, ისე საშუალო მდგომარეობა არის ქრისტიანის. სინამდვილეში ეს ბევრ რამეს არაფერს არ იძლევა და უნდა ვიცოდეთ, რომ ამას ვაკეთებთ, იმიტომ რომ სუსტები ვართ. აქედან გამომდინარე, როდესაც მარხველმა ადამიანმა მიიღო ისეთი განცდა, რომ ის ახან მარხულობს, ესე იგი ქრისტიანია და ის მართალგზაზეა და მას ეკუთვნის ზიარება, ეს უკვე არასწორია. ასე არ უნდა დავაკვირდეთ. რაც შეეხება სამარხო პროდუქტებს. აი სამარხო პროდუქტები ყოველთვის უნდა ირჩევდეს თვითონ ეკლესია.
ადგილობრივი უფრო. იმიტომ რომ აი მაგალითად დააკვირდით როგორი შეუსაბამობა არის, მაგალითად არის ესეთი ჩანაწერი მარხვანში, სადაც წერია რომ თუ ღვთისმშობლობა ანუ ხარება ყოველთვის არის მარხვაში, აღდგომის მარხვას ემთხვევა და წერია რომ თუ 4 შაბათს დაემთხვა, თუ პარასკევს, ანუ თუ უფრო მძიმე დღე არის მარხვის, კიდევ მარხვა ქვია ამას, ანუ მარხვაში კიდევ უფრო მძიმე მარხვა 4 შაბათს და პარასკევს. მაშინო თევზსო ნუ შეჭამთო და დაშვებული იყოსო ხიზილალა. ეხლა ეს დააკვირდით იმ დროს მარხვა საერთოდ წარმოშობილი არის რომის იმპერიაში, ბიზანტიაში, ნუ ბიზანტია, რომი, ეს ერთია, ახალი რომი და ეს ორივე ქვეყანა არის ზღვისპირა ქვეყანა, ოკეანის პირა ქვეყანა. და იქ ხელმისაწვდომი იყო თევზი. მარტივად რო შეეძლო ადამიანს მარხვაში ეცხოვრა. ამიტომ ზოგ მარხვაში თევზი დაშვებულია. და როცა თევზი არ არის დაშვებული, ამბობენ რომ ხიზილალა არისო დაშვებული. ანუ ხიზილალა დღეს ბევრად უფრო ძვირია და მიუწვდომელია გლეხისთვის, ვიდრე თევზი. და თევზზე უფრო მისაწვდომი არის თქვათ ჭყინტი ყველი. ამიტომ თუ ჩვენ ვიტყვით რომ მარხვა არის მარტივად რო შეძლო ცხოვრება, ეს თუ არის მარხვა, მაშინ ეს პროდუქტები ისე უნდა იყოს განაწილებული, რისი მარტივად მოპოვება არის შესაძლებელი. ხიზილალა ძველად არ იყო მიჩნეული რაღაც ისე დაფასებული პროდუქტი არ იყო. დღეს აღმოსავლეთში საერთოდ შიგნეულობას არ ჭამენ. მუსულმანები საერთოდ არ მიირთმევენ, თუ ისინი წესს იცავენ, ხიზილალას არ მიირთმევენ, ისე როგორც არ მიირთმევენ ღორის ხორცს. ამიტომ ხიზილალა მაშინ არ იყო ესეთი დაფასებული პროდუქტი, დაუფასებელი პროდუქტი რო იყო და ადვილად ხელმისაწვდომი იყო, რახან დაუფასებელი იყო თან ზღვისპირა ქვეყნებში. ამიტომ როცა თევზი არ არის დაშვებული, მაშინ მიიღეთო ხიზილალაო და აი დღეს ეს რო გავითვალისწინოთ ხიზილალას, რა ვიცი, ასობით და ძალიან ძვირი ღირს, ხო? და ხარებას ახლა ეს წესი რო შევასრულოთ, გამოდის რომ გლეხმა მთელი თვეები უნდა აგროვოს ფული, რომ ხარებას ხიზილალა შეჭამოს. და ეს არ არის მარხვა. ეს დამოკიდებულება არ არის მარხვა. მარხვა თვითონ სიტყვა, აი დამარხვა, დაცვა, განისაზღვრება უფრო გუშაგობას ნიშნავს. ანუ დაცვას ნიშნავს, რომ საკუთარ თავს შენ იცავდე. ბერიკაცი და ზღვაში არის ძალიან საინტერესო მომენტი, მიყვარს ეს პატარა მოთხრობა, მაგრამ ძალიან დიდი. იქ არის, როცა ამ დიდ თევზს იჭერს და მიყვება ეს თევზი, იქეთ იზიდავს. ეს არის აი დიდი აზრები. აი როცა ღმერთს ესაუბრები, როცა ღმერთთან შედიხარ. იქ ეს კაცი სიცოცხლე რო შეინარჩუნოს, დღეები არის, ეს დღეები აკეთებს. რაც ზედაპირზე დაცურავს, რაც მარტივად ესე ნავიდან ხელს რო გადაწევს და აი ხელით რო ამოიყვანს, ესეთ საჭმელს, ესეთ რაღაცას ჭამს იმისთვის, რომ სიცოცხლე შეინარჩუნოს. აი ეს არის მარხვის უმთავრესი შინაარსი. როცა შენ ღმერთის წვდომისკენ მიდიხარ, ჭამ იმას, რითაც შენ სიცოცხლეს ინარჩუნებ, ცხოვრობ და არ ცხოვრობ იმისთვის, რომ ჭამო და სვა. არამედ ჭამ და სვამ იმისთვის, რომ შეძლო სიცოცხლე, რათა უფრო მეტს ჩაწვდე და უფრო მეტი შემეცნება შეძლო. და ეს მარხვაში უფრო ადვილია, იმიტომ რომ მე მაგალითად ძალიან მიხარია მარხვის დღეები, იქიდან გამომდინარე, რომ არა იმიტომ რომ ჩემთვის ამე საჭმელი იცვლება დიდად. არა. მე თითქმის ყოველთვის მაინც ესეთ პროდუქტებზე ვარ, მაგრამ იმიტომაც არის სასიხარულო, რომ
თლიანად ქრისტიანული ერში იცვლება რაღაცა დღესასწაულები არ არის, სადღაც დაპატიჟებები არ არის, დღე ხალ მარხვაა და თავს იკავებენ და ასე შემდეგ და აქედან გამომდინარე მეც უფრო მეტად შემიძლია რომ ვიყო განმარტოებით და უფრო მეტი წვდომა მოვახერხო ქრისტეში. ამიტომ მარხვის უმთავრესი მიზანი რამდენადაც შევძელი ეს არის მარტივად შეძლო ცხოვრება და აი წესით მაგალითად საქართველოს ეკლესიამ ზოგიერთი მარხვებისგან რომ თევზი ამოიღოს და ჭყინტიყველი ჩასვას ეს არ იქნება მარხვის დარღვევა. პირიქით ეს იქნება უფრო სწორი, იმიტომ რომ თევზი ნორმალური თევზი ძალიან ძვირი ღირს და საქართველო არ არის თევზის ქვეყანა. და ამიტომ ხელმიუწვდომელია და ჭყინტიყველი ნებისმიერ გლეხს აქვს. ამიტომ იმ გლეხმა თუ მარტივად შეძლო ცხოვრება და უფრო ქრისტიანობას მიაქცია ყურადღება, აი ეს სწორი მარხვა იქნება. მაგრამ აი დღეს ვისაც მაგალითად სიმდიდრე გააჩნია, საქმოსანია, რაღაც ბიზნესია, ეს ხალხი მარხულობენ, მაგრამ ესენი მარხვაში შეიძლება 100 ტრინას ჭამენ. და ეს მარხვა ითვლება. თუ თევზი დაშვებულია. ეს მარხვა ითვლება, მაგრამ ეს არ არის მარხვა. ეს არ არის მარხვა, ეს არ არის როცა 100 ტრინა რაღაც, რა ვიცი, რა ღირს არც ვიცი, მაგრამ მაგას ჯობია ხორის ხორცი შეჭამო, უფრო იაფი ღირს და ხორის ხორცს და 100 ტრინას შორის რა სხვაობაა ფასში, აი ის ფასი გლეხს მიცე. ეს უფრო მარხვა იქნება. ამიტომ მარხვა არის დამოკიდებულება ცხოვრებისადმი და არა რომელ საჭმელს შეჭამ. თუმცა ეს საჭმელები რაღაცნაირად გაყვეს და აი ეს ასე გვაქვს დღეს და ეს როგორ გაყვეს, რა მოხდა, როგორ მოხდა, ამაზე მამაშიო გაგვესაუბრება ისტორიულად. ესეთი ხა თქვენ ბოლოს რაც თქვით, ესეთი საზომი იყო მარხვის ადრე, რომ აი რა გიჯდება მარხვაში ჭამა და ხსნილში. და რაც შესახა მარხვაში ხო უფრო ნაკლები უნდა დაგიჯდეს, ხარჯი ნაკლები ხო უნდა კონდეს საჭმელს. და ის რაც მოგრჩება, ანუ რაც მაგალითად მანამდე ხსნილში ხო თუ გიჯდებოდა 10 ლარი და მარხვაში თუ 3 ლარი გიჯდება ჭამა, ის 7 ლარი უნდა შეგეწირა გლახაკებისთვის. ეს ითვლებოდა პირველ ქრისტიანებში ერთ-ერთ ისეთ საზომად მარხვის. ესე იგი სწორი მithქვა. ხო და თვითონ ახლა მარხვის ის ფორმები რაც დღეს ჩვენ გვაქვს, ეს 4 მარხვა ხო, აღდგომის, მერე პეტრე პავლობის, შობის და მიძინების. იმ ფორმით, რა ფორმით და დღეს ეს ჩვენ გვაქვს, ეს და წეს უკვე ესე ჩამოყალიბებულად და ესე სტრუქტურირებულად არის მე-12 საუკუნიდან. მანამდე იყო აი ყველა ეკლესიაში ესეთი განსხვავებული მიდგომები იყო და განსხვავებული დამოკიდებულებები იყო ამ მარხვისგან და მარხვებთან და პირველი ესეთ ძველ მარხვად და აი რაც მოციქულთა დროიდან მოდის ესეთ მარხვად ითვლება აღდგომის მარხვა. და აქ საინტერესოა ის, რომ ეს აღდგომის მარხვა არ იყო ესეთი 40 დღიანი თავიდან, იყო 1 დღიანი, 2 დღიანი. ანუ პარასკევი, შაბათი მარხულობდნენ და მერე უკვე კვირას ჩვეულებრივად წირვა იყო. მერე უკვე ეს მარხვა გადადის, ხდება 1 კვირიანი. და შენემდე უკვე აი ათანასე დიდის დროიდან, ანუ მე-4 საუკუნიდან უკვე შემოდის ეს 40 დღიანი მარხვები. მაგრამ ათანასე დიდის დროსაც ეს ნებისკვირა ხო ცალკეა. ეს ნებისკვირაც ამ 40 დღეში შედიოდა. და იყო მაგალითად რომის ეკლესია, ან იმიანად იყო. ხო, იმიანად იყო 40. ეს უკვე მე-6 საუკუნიდან ხდება ის, რომ აი ეს ნებისკვირა მერე ცალკე ემატება. და ყველა ეკლესია სხვადასხვანაირი დღის წესრიგი ჰქონდა მარხვის და სხვადასხვა რაოდენობა. მაგალითად რომში მარხულობდნენ 6 კვირა და შაბათსაც მარხულობდნენ, მაგრამ კვირა დღეს არა. ეხლა ეს შაბათ დღეს რატომ მარხულობდა რომი? იმიტომ რომ იუდეველები შაბათ დღეს აღნიშნავდნენ პასექს. და აი ამ პასექთან გაიგივება რო არ მომხდარიყო, როცა იუდეველები დღესასწაულობდნენ, მაშინ რომი მარხულობდა.
და აქედან შემოიღეს ეს შაბათის მარხვა დასავლეთის ეკლესიამ. ხო, აღმოსავლეთის ეკლესიაში მარხულობდნენ 7 კვირა, რომი ხო 6 კვირა მარხულობდა. აღმოსავლეთის ეკლესიები მარხულობდნენ 7 კვირა, მაგრამ შაბათ კვირას ხსნილი ჰქონდათ. ანუ ჯამში ორივეს 36 დღე, 35 დღე ესე გამოსდიოდათ. მცირე აზიის ეკლესიებიც მარხულობდნენ 6 კვირა, მაგრამ ამ 6 კვირაში 7 დღე მარხულობდნენ. და იყო კიდე 8 კვირიანი მარხვა. ეს ჰქონდათ უფრო აი პალესტინელებს ჰქონდათ და სირიელებს და ასევე მონოფიზიტებსაც ჰქონდათ და ამ 8 კვირაში ისინი 5 დღე მარხულობდნენ. ანუ შაბათ კვირა იქაც ხსნილი იყო. და ამათაც ჯამში გამოდიოდა 40 დღე და სადღაც მიახლოებით ყველა მაინც 40 დღიან მარხვამდე მიდიოდა და ამიტომ უწოდებდნენ ამას 40-ულს. და აი ეს 40 დღე, აი მამებში მე ესეთი ის არის, აი აბადოროთესაც აქ კასიანე რომელსაც აქ რო ამბობენ, ანუ წელიწადის მე-10-ს წირავდნენ. და საერთოდ ბიზანტიაში სადღაც ვარ წაგებული მამაო, ჩაგეჭრები ცოტას. მოკლედ აი როგორც მამაშიო ეხლა რო თქვა რომ სხვადასხვა ადგილობრივ ეკლესიებში სხვადასხვანაირად იყო. და ზოგი ერთ დღეს მარხულობდა, ზოგი ერთ კვირას მარხულობდა, ზოგი 8-ს და ასე შემდეგ და ისა ევსები კესარიელთან არის ეს ისტორია მოთხრობილი და იქ მაქვს წაკითხული რომ არც ერთ ეკლესიაში არ იყო ამის გამო კამათი. კი. ანუ ის ეკლესია რომელიც მაგალითად 8 დღეს რომ მარხულობდა, შენიშვნას არ აძლევდა მეორე ეკლესიას, ანუ ადგილობრივ ეკლესიას იმის გამო რომ ის ერთ დღეს მარხულობდა. ანუ ეს მარხვა იმდენად მეორე ხარისხოვანი იყო ეკლესიებისთვის, ვიდრე ეს დღეს არის. ამიტომ ამის გამო რომ ეკლესიებში რამე ის იყოს ერთმანეთთან დავა რომ ეს ასე იქნება თუ ისე იქნება, ეს ყოველად მიუღებელია. ამიტომ ვინც ჭამს, მჭამელს ნუ განიკითხავს და ვინც არ ჭამს, არ მჭამელს ნუ განიკითხავს ის ვინც ჭამს და ვინც არ ჭამს ის მჭამელს ნუ განიკითხავს პავლე მოციქულის ნათქვამი. ეს არის ამ მარხვის მიმართებაში ძალიან ყველაზე მნიშვნელოვანი. რადგან პავლე მოციქული ასევე ამბობს, რომ საჭმელი არ მიგვაახლევს ღმერთთან. თუ ვჭამთ, ვერაფერს ვიმატებთ და თუ არ ვჭამთ, არაფერი გვაკლდება. აი ეს დამოკიდებულება უნდა იყოს ერშიც ერთმანეთის მიმართებაში, აი ჩვენს ეკლესიაში მარხველი არ მარხველს ასე არ უნდა განიკითხავდეს. იმიტომ რომ მარხვა არ არის მარტო ქრისტიანობა. ქრისტიანობა სხვა რაღაცაა. ამიტომ ჩვენ რაღაცნაირად ქრისტიანობის სახედ მივიღებთ ის რომ აი თუ მარხულობ, ესე იგი ქრისტიანი ხარ. ეს ესე არ არის. ხო, ამ განსხვავებების გამო კონფლიქტი რო არ იყო ეს მეორე საუკუნეში პოლიკარპე სმირნელი ჩადის რომში და იქ წირავს და იქ აღწერილია რომ მანამდე კამათი ჰქონდათ ამ პოლიკარპე სმირნელს და მაშინ რომის პაპი იყო ანიკიტე და ამ აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, ამ მარხვებთან დაკავშირებით და ბოლოს თქვესო რომ ეს არ არისო იმის საგანი რომ ამის გამო ეკლესიაში განხეთქილება იყოს და ამ პოლიკარპე სმირნელმა რომში ანიკიტესთან წირვა, ანუ წირვა ჩაატარა იქ მაშინ. და ანუ ეს არ იყო ისეთი საკითხი, რის გამოც ეკლესიებს შეიძლება ერთმანეთთან კავშირი გაეწყვიტათ. ხა ისევ მარხვას მიუბრუნდები ეს ჭამა არ ჭამის საკითხები ხო მარხვაში სოკრატე სკოლასტიკოსს აქვს ეს აღწერილი ისტორიკოსია ესეთი და აი რაციონს მარხვის რაც შეეხება და ამბობს ესეთ რამეს რომ ეკლესიებში იყო სხვადასხვა ტრადიციები მაგალითად იყო ეკლესიები რომლებიც არ ჭამდნენ არანაირ ცოცხალს ანუ ხორცეულ პროდუქტს და ჭამდნენო მარტო ცოცხალ არსებებიდან ჭამდნენო მარტო თევზს მაგრამ იყვნენ ეკლესიები რომლებიც ჭამდნენ ასევე ფრინველის ხორცაც ეს აღდგომის მარხვაზეა საუბარი ზოგან კვერცხისგანაც თავს იკავებდნენო ზოგან არა ანუ რატო იყო ახლა ესეთი ეს განსხვავებული ნორმები ხო იქ მაგალითად ფრინველის ხორცის ჭამა შეიძლებოდა იქ კვერცხის და ეს თქვენ წეყან რო საუბრობდით ანუ სადაც რა უფრო ადვილი მოსაპოვებელი იყო
იმაზე იყო აქცენტი გაკეთებული, რომ მარხვაში ადამიანს ბევრი შრომა არ დასჭიროდა, ფიზიკური შრომა არ დაჭირებოდა ბევრი და უფრო ნაკლები ემუშავა ფიზიკურად და მეტი დრო დარჩენილიყო ღვთისშესამეცნებლად. აი ამაზე იყო გათვლილი მარხვა. და საერთოდ ქრისტიანულ ტრადიციაში აი დღესასწაულები ხო ყოველი თავიდან მარხვები იყო, ეს ყოველი დღესასწაულის წინ იყო ერთი ორდღიანი მარხვა. ეს არის ყველა მარხვის საწყისი. აქედან იწყება ყველა მარხვა და აი ბალსამონს, რომელიც არის ანტიოქიის პატრიარქი, იყო მე-12 საუკუნეში და იყო კანონისტი და ის ამბობს ესეთ რაღაცას თავის რჯულის კანონს რო განმარტავს, რომ ბიზანტიაშიო ზოგიერთებიო აღიარებენო მხოლოდ 40 დღიან მარხვას, ანუ აღდგომის მარხვას. და ამას მიყვებიანო და სხვა დანარჩენ მარხვებს არ ცნობენო. იმიტომ რომ სხვა დანარჩენი მარხვები უკვე კაცისგან არისო დადგენილიო და ამ სხვა მარხვებს უქონდათ უფრო მონასტრების ზეგავლენა ამ შობის მარხვას, მიძინების მარხვას, პეტრე პავლობის მარხვას და ზოგიერთებიო აი ამ სხვა დანარჩენ სამარხვაში მარხულობენო 4 დღეო, 5 დღე, ზოგი კიდე 1 დღეო. ანუ ესეთი განსხვავებული მიდგომები იყო ამ მარხვის მიმართ და აი აღდგომის მარხვას რაც შეეხება ეს 40 დღიანი მარხვა კავშირშია იმასთან რომ ქრისტემ იმარხულა 40 დღე უდაბნოში ერთი ეს და მეორე ამას უკავშირებენ კატეხიზაციას. აი მეორე მე-3 საუკუნეებში ეს კატეხიზატორული სკოლები რო შემოვიდა ანუ კატეხიზაციის სკოლა იყო განსასწავლად ხო აი კათაკმეულებს ანუ მოსანათლავად გამზადებულებს ასწავლიდნენ 40 დღის განმავლობაში ქრისტიანობას და მაშინ ნათლობა არ იყო ესე რომ როგორც დღეს არის როცა გინდა მოინათლები არა იყო წელიწადში რაღაც დღეები გამორჩეული და ეს იყო ერთ-ერთი გამორჩეული დღე აღდგომის წინა დღე და სანამ აღდგომის წინა დღეს ეს ხალხი მოინათლებოდა, მანამდე 40 დღე კატეხიზაციას გადიოდა და ამ კატეხიზაციის დროს ესენი მარხულობდნენ. და მაშინ ხო ქრისტიანების ესე საერთო თემი იყო, ერთად ცხოვრობდნენ ხო ქრისტიანების და თანადგომის და რაღაცნაირად სოლიდარობის ის იყო, რომ თუ ეს მოსანათლავად გამზადებულები მარხულობდნენ, ქრისტიანებმაც დაიწყეს ამათთან ერთად მარხვა. და უკვე მოხდა ისე რომ აღდგომისთვის ფაქტიურად 40 დღე როგორც კათაკმეულები ასევე მონათლულებიც ორივე მარხულობდა და ასე ხდებოდნენ აღდგომას. და აქედან უკვე ეს ტრადიციად ჩამოყალიბდა შემდეგ დაკანონდა უკვე მე-4 საუკუნიდან და მივიღეთ აღდგომის მარხვაში ესეთი 40 დღიანი ფორმა მარხვის. და აქ აი ამ მარხვებში საერთოდ 4-ვე მარხვაში ძალიან დიდი როლი ითამაშა, უпростоრად თავარი როლი ითამაშა აი ამ დღეების დადგენაში ეკლესიამ. ანუ რამდენ დღიანი უნდა ყოფილიყო, როდის უნდა დაწყებულიყო და როდის უნდა დამთავრებულიყო. და მონასტრებმა კიდე ითამაშეს დიდი როლი იმ გაგებით რომ მონასტრებმა დააწესეს მარხვაში რისი ჭამა შეიძლებოდა, რა არ შეიძლებოდა და ეს სიმკაცრეები, მაგრამ მონასტრებმა ეს სიმკაცრეები მარხვის დააწესეს თავიანთი თავისთვის და არა ზოგადად მორწმუნე ერისთვის. და ეკლესიამ უკვე ის რაც მონასტრებმა თავისი თავისთვის დაიდგინეს, გადაიტანეს უკვე ერზე. ეს ხდება უკვე მე-12 საუკუნიდან. და დაუმძიმდა ერსაც ეს მარხვაში ცხოვრება უმძიმდება დღეს ადამიანს. მარხვის დასაწყისში ადამიანმა უნდა შეხედოს საკუთარ თავს, ვინ და როგორია და მარხვის დასასრულს. უნდა გადაამოწმოს აი რა ნაყოფი მისცა მას მარხვამ. სახარებაში ფარისეველის მარხვას რო შევხედავთ, მეზორეს განიკითხავს, სხვებს განიკითხავს, ანუ სხვებზე უფრო უკეთესი და დიდი გონია თავიდან. ანუ მისთვის მარხვა ფარისეველისთვის იყო დამაზიანებელი. ამიტომ მარხვის დამწყებმა აუცილებლად უნდა მარხვის დასასრულს გადახედოს თავის თავს რა ნაყოფი მისცა მას მარხვა, მაგრამ ხშირად რო ვაკვირდებით აი ხა ეკლესიაში როგორ არის ადამიანები, რომ არის ადამიანი მარხულობს, იცავს მარხვის ამ თუნდაც ზოგჯერ მკაცრ წესებსაც, მაგრამ ცნობიერად ვერ იზრდება. აი რო ხედავ ადამიანი არ არის რასულიერად ქრისტიანი და აქაც რა არის პრობლემა? ხო, პრობლემა ის არის, რომ ადამიანმა არსი ვერ გაიგო მარხვის. აი ქრისტიანობის არსი ვერ გაიგო.
შემთხვევით არ არის რომ ქრისტე ჯერ ინათლება, ჯერ ხდება ნათლობა და შემდეგ მიდის უდაბნოში და იწყებს მარხვას. ანუ ჯერ ნათლისღება და მარხვა შემდეგ ეს იმას ნიშნავს რომ ჯერ ნათლისღება არის ქრისტიანობის ცოდნა, შემეცნება, მართლმადიდებლობის არსის ცოდნა და აი ესე როცა ადამიანი ქრისტიანობის არსს გაიგებს და ქრისტიანობის შემეცნებაშია, აი ესეთი ადამიანი შემდეგ რომ მარხვას იწყებს, ესეთ ადამიანს ესმის უკვე მარხვის შინაარსი. და რატომ არის ხო ზოგჯერ კი დადის ადამიანი ეკლესიაში მარხულობს, აი ბევრი ვიცით ისეთი ვინც მარხულობდა და შემდეგ საერთოდ რა ვიცი, ეკლესიაში დღეს არც დადის. აი ამ ადამიანში პრობლემაც ის მოხდა რომ არსი ვერ გაიგო. ანუ სწავლებით, შემეცნებით არ შრომობდა ღმერთში და ესეთ რამეს რო შევადაროთ, უყურებ ფილმს, სანახაობით კარგი ფილმია, მაგრამ შინაარსი არ გესმის. აი ძნელი საყურებელია ხო რამდენიმე წუთი დრო შეიძლება საათიც გაუძლო, მაგრამ დარბასტოვებ, იმიტომ რომ შენთვის შინაარსი რომ გაუგებარია, იქ იმ ფილმის ლამაზი და რაღაც მშვენიერი კადრები არ გაძლევს იმის საშუალებას რომ დარჩე. აი ესე ქრისტიანობაშიც რატომ არის რომ ადამიანი დადიოდა, მარხულობდა, ლოცულობდა და შემდეგ დღეს ბევრია ესეთი რომ არ არის ტაძრის მრევლი. არ დადის ტაძარში, იმიტომ რომ აი ზუსტად შემეცნება და გაგება არ მოხდა. აი ორი რამეა კიდე მარხვის იმაში, ნინევიის და მოსეს მარხვა რო შევადაროთ, არის მარხვა ღვთის მოსაპოვებლად და არის მარხვა, როცა უკვე ღმერთი ყავს მოპოვებული. აი ნინევიის მარხვა, როცა ნინევიაში უშვებს ღმერთი იონას ეუბნება რომ მოგდეთ უქადაგე, ნინევია დაისჯება ბოროტების გამო და იონა რო მიდის ნინევიაში და ნინევიაში იწყებს იონა ქადაგებას, მთელმა ნინევია მარხვა გამოაცხადა. ანუ და შემდეგ ღმერთი შეუნდობს ნინევიას და არ სჯის, პატიობს ნინევიას და აი ნინევიის ეს მდგომარეობა არის მარხვის ის მდგომარეობა, როცა ადამიანი იმისთვის მარხულობ, რომ ღმერთს მიუახლოვ და იმისთვის მარხულობ, რომ რაღაცა შენი თუნდაც შეგინდოს და ასე შემდეგ და მაგრამ მეორე მარხვა ეხა მოსეს მარხვა რო შევადაროთ, მოსე ადის მთაზე, სხვადასხვა საინტერესოა, როდესაც მოსეს მოუწოდებს ღმერთი მთაზე ავიდეს, ეუბნება რომ მწვერვალზე დადექიო. და აი მთის მწვერვალზე მდგომარე მოსეს არის უკვე ღმერთი ესაუბრება. აი ღმერთი რო გესაუბროს, მწვერვალზე უნდა იდგე, არ არის იქ რაღაც მთაზე ადი არა იქ ხაზგასმა, ხო ბიბლიაში არც ერთი სიტყვა არ არის შემთხვევითი და აი მწვერვალზე მდგომარეს არის, როცა იმის იქეთ უკვე არც არის გზა. ანუ ადამიანი როცა ისე მაღლდება და აი სისრულის მწვერვალზე დგება. აი ამ დროს არის, როცა მას ღმერთი ესაუბრება და მოსე 40 დღე მარხვაშია, არც პური უჭამია, არც წყალი დაულევიაო და იქ არის მთელი ეს 40 დღე მოსეს და ღმერთს შორის საუბარი, ღმერთი მოსეს ესაუბრება. ანუ მოსეს მარხვა გამოწვეული იყო არა იმიდან, რომ რაღაც უნდა შეუნდოს ღმერთმა. და სინანულით კი არ არის მოსე სასინანულოდ პირადი ცოდვის შესანდობად სათხოვნელად ღმერთთან ასული, არამედ ღმერთის შემეცნებაში, ღმერთის ჭვრეტაში, ღმერთთან საუბარშია მოსე და აი თუნდაც ეხა შიომღვიმელი, ხო? შიომღვიმელი მღვიმეში რო იჯდა რა, რომ არ ხულობდა. შეუძლებელია ხო მოთმინებით ყოფილიყო იქ შიომღვიმელი, იმდენად დიჭვრეტაშია, იმდენად დიდ მდგომარეობაშია ღმერთთან ყოფნის, რომ იქ უკვე ის კი არ მარხულობს, ის უკვე თავისთავად ბუნებრივად არის ამ მდგომარეობაში და აი ორი განცდა რო შევადარო და ადამიანის, ხო აი დედას, რომელსაც შვილი გარდაეცვლება და შვილი მოუკვდა, ისეთი დედა პურს აი ვერ ჭამს საჭმელს, აი განწყობა რა, განცდა, ხო ეს არის ტკივილის დიდი განცდიდან გამომდინარე, როცა არც კი გინდება საჭმელი და არც კი გახსენდება, მაგრამ მეორე მდგომარეობაც არის, როცა ადამიანი რაღაც დიდად არის ბედნიერი და გახარებული. აი მაშინაც არ გახსენდება საჭმელი, იმიტომ რომ ამ სიხარულმა და ბედნიერებამ ისეთი განწყობა შეგიქმნა, რომ ამით ხარ ნეტარებაში და ერთი რამეა კიდე მთავარი სახარებაში, რომ ქრისტე ამბობს როცა მარხულობ, აი ხა როგორ უნდა ვიმარხულოთ ქრისტიანებმა, როცა მარხულობ, იცხე თავზე ზეთი და დაიბანე პირი. ეს იცხე თავზე ზეთი და დაიბანე პირი, ამას აქვს სხვადასხვა განმარტებები, არის რომ ეს დღესასწაულის ნიშანიც იყო ებრაელებში, მაგრამ ერთია მთავარი რომ კიდევ საინტერესო რომ პალესტინაში ეს წესად იყო მიღებული.
იმიტომ რომ იქაური კლიმატიდან გამომდინარე ხშირად იბანდნენ და ხშირად იცხებდნენ თავზე ზეთს. ანუ ეს ამით ქრისტე ამბობს, რომ ჩვეულებრივ მდგომარეობაში იყავით. ნუ იქნები ესე რაღაც, ნუ გონია რომ გამორჩეული ხარ, რაღაცა საოცრებებს ახდენ და რაღაცა დიდ რამეს ახდენ, იმიტომ რომ ადამიანს ხო მაინც ესია აქვს, რომ რაღაცა მარხვა რო დაიწყო, გონია რომ ეს რაღაც უკვე გამორჩეული და შესამჩნევი კაცია, უნდა შეამჩნიონ ეს ადამიანი. და იქ ქრისტეს ძალიან საინტერესოა პირის დაბანა და ზეთისხება, რომ ანუ ჩვეულებრივი იყავი, არაფერი ნუ მიიღებ განსხვავებულ სახეს. ნუ ეჩვენები ესე გარეგნულად და ეხა ის გამახსენდა მამა დოროთესააკეს ძალიან კარგი ის არის, რომ აი ჩვეულებრივობა როგორ უჭირს ადამიანს. მუდმივად უნდა რომ განსხვავებული იყოს და აი ჩვეულებრივობაზე რომ ქრისტეს გეთსამანეის ბაღში რო იჭერენ, თქვენ ის არის წიგნშიც გიწერიათ, რომ და იუდა მიდის მიყავს ჯარისკაცები და ეუბნება ვისაც ვეამბორები მე ის არის ქრისტე. ანუ იქ იყო ქრისტე, პეტრე, იაკობი და იოანე. ესე პეტრე, იაკობი და იოანე ხო ჩვეულებრივი ადამიანები, ხა წარმოვიდგინოთ ეხა მათი გარეგნული სახეც მშრომელი ხალხი, მეთევზეები. როგორი იქნებოდა მათი ხელები, როგორი იქნებოდა მათი ეს გარეგნული სახე ხა მეთევზე მშრომელი კაცის და ესე იგი იმ სამში რომ ამოსაცნობია ქრისტე, ესე ქრისტე მადგავდა ხო? რაღაც განსხვავებული კი არ იყო, რაღაც სხვა კი არ იყო და ამიტომაც აი ქრისტიანობაში ყველაზე მთავარი მარხვის დროს, იმიტომ რომ მარხვა ხომ მაინც გარეგნული ფორმაა და ამ გარეგნული მასში ადამიანს უნდა რომ შესამჩნევი გახდეს და აი თუნდაც დღესაც როგორ არის რომ აი ჩვეულებრივობა როგორ უჭირს კაცს, იმიტომ რომ ეს იმას ვერ იჭერს, ზოგჯერ არის მაგალითად ბერი დადის დღეს დახეული ტანსაცმლით. ეხლა მართლა არ არის იმის გაჭირვება, რომ დახეული ტანსაცმლით იარო, ხო? შეიძლება კავა იყიდო, მაგრამ ესეც გამოსაჩენად უნდა, იმიტომ რომ გამორჩეული შეამჩნიონ, რომ აი ის ბერია, მაგრამ ესეთი ბერი კი არა, რომ დადიან ისე გამორჩეულია მოღვაწეობით და დახეული ფეხსაცმლით დადის, მაგრამ მეორე ბერია, რომელიც ავიც რაღაც მანქანის უმაღლესი კლასით დადის, იმიტომ ისიც გამორჩეულობაა. აი ჩვეულებრივობა, იმიტომ არის ძნელი ადამიანისთვის ეს სამეუფო გზას რო ამბობენ, ჩვეულებრივი რო ხარ, ჩვეულებრივ ადამიანებს შესამჩნევი არ ხარ. ჩვეულებრივ ადამიანებში ჩვეულებრივად ძიხარ, ამ ჩვეულებრივ ადამიანებსაც შენ ესეთი უნდი ხარ, არავის არ უნდა დღეს გამორჩეული არც ამ ფორმით. რაღაც უკიდურესი თითქოს და მოღვაწეობით და არც იმით, იმიტომ რომ მათთან ერთად მათნაირი არ ხარ და აი ზუსტად ის იყო იმაში წიგნში რო წერია მამაოზე ქრისტე იყო პეტრესთან, იაკობთან, იოანესთან ისეთი როგორიც ისინი იყვნენ. ამიტომ მარხვაში აი ამას უნდა მიაქციოს ადამიანმა განსაკუთრებით ყურადღება. მარხვაში ერთი ესე ჯულში წერია მგონი, ანუ წმინდა წერილში რომელიღაცა იმაშია ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ ესეთი ის არის გაუფრთხილდიო შენს თავს რომ გულშიო ურჯულო ფიქრი არ შემოგივიდესო. ანუ ეს ჩემი აზრით ეს არის მარხვის ყველაზე მთავარი გუშაგობა. ხო, გუშაგობა საკუთარი თავის და რატო ეხლა აი გულში რა არის? გულში ნიშნავს ანუ გონებაში არ შემოგივიდესო ურჯულო ფიქრი. ანუ ეხლა ადამიანი ცოდავს როგორც გონებით, ასევე მოქმედებითაც. გონების ცოდვა არის ყველაზე მარტივი, წამში ხდება. მას არ ჭირდება რაღაცა ძალისხმევა, რაღაცა მონდომება, რაღაცა საქმის კეთება და აი ხორციელ ცოდვას ხო ჭირდება შრომა, მოპოვება და ქვეყნის რაღაცა უნდა გააკეთო იმისათვის, რომ ხორციელი ისა ცოდვა ჩაიდინო. და გონებრივი ცოდვა აი გაელვებასავით არის რა, უფრო მარტივი გასაკეთებელია და ამიტომ ამბობს რომ გაუფრთხილდიო შენს გონებას, ანუ ყველაზე ადვილად მოწყვლადი რაც არის ადამიანში იმის გაფრთხილებისკენ მოგიწოდებს რჯული და აი როგორ არის საერთოდ არის ადამიანი მე, ჩემი და ის რაც ჩემს ირგვლივ არის. აი მეა ჩემი გული, ჩემი გონება, უბრალოდ ჩემი სული და ჩემი ნებელობა, ანუ ხატება. ჩემი არის ეს ჩემი სხეული. და ჩემს ირგვლივ რაც არის, ეს არის აი ეს მაგალითად ეს ნივთები, ის სამყარო, რაც გარშემო არის და მარხვაც აი ამ სამი სახით უნდა მიდიოდეს. ანუ შენს გარშემო რაც არის ის ნივთები, შენ მაშინ მარხულობ, როდესაც საჭიროების გამო რაც გაქვს, იმ ნივთებს იყენებ და რაც საჭიროების იქით არის, იმას იშორებ. ჩემი ხო აი ეს სხეულის მარხვა არის, როდესაც შენ სხეულს უზღუდავ იმ ხორციელ სიამოვნებებს
ეს არის სხეულის მარხვა. და სულის და გონების მარხვა არის, როდესაც შენ თავს იკავებ იმ ურჯულო ფიქრებისგან, მაგრამ როგორი ის არის, რომ აი სხეულისგან და სულისგან ხო შედგება ადამიანი და არის ესე იგი სხეულის მარხვა და არის სულის მარხვა. სხეულის მარხვა ხო არის, როგორც ახლა ეკლესიამ დაადგინა, რაღაც საკვებებისგან, რაციონისგან თავშეკავება. და სულის მარხვაც არის ხო მაგალითად იმ ურჯულო და ღვთის საწინააღმდეგო ფიქრებისგან, გულისწყმებისგან თავის შეკავება, მაგრამ სულის მარხვისთვის ეს არ არის საკმარისი. თუ შენს გონებაში მარტო თავს იკავებ იმისგან, რომ ბილწი აზრები არ მიიღო და შენი გონება ღმერთში არ იზრდება და ღვთის შემეცნებით არ ხარ დაკავებული, ეს ისეთია, რომ სული შიმშილით მოკლა. მარტო ეს თავს შეკავება სულს ვერ გაზრდის. აი აზრებისგან თავს შეკავება, ბოროტი აზრებისგან სულს არ ზრდის. ეს ბოროტი აზრებისგან თავი იმიტომ უნდა შეიკავო, რომ შენ მის ნაცვლად ღვთის აზრები მიიღო და ღმერთი შეიმეცნო. ეს არის სულის მარხვა. ანუ თუ სხეულის მარხვა არის არ ჭამა, ხო, რაღაც საკვების, სულის მარხვა არის პირიქით ჭამა. სულმა უნდა იკვებოს ღვთის სიტყვით იმისათვის, რომ გაიზარდოს და სწორად იმარხულოს. ღმერთია, რომ შენ ფშიოდეს ღმერთი. ხო, აი ეგ არის ყველაზე ისეთი სულით უნდა იყოს მშიერი და ხორცითაც უნდა იყოს, ოღონდ ეს არ უნდა გინდოდეს. ანუ ხორცი უნდა მოაშიო, მაგრამ ეს უნდა მოაშიოს ხორცი სულის ღმერთისკენ სწრაფვას და ის რასაც შენ ამბობდი, ეს არის სახარებაში, როცა ეშმაკი გადის და დასუფთავებულია, დაასუფთავებს ადამიანი და მერე რომ მობრუნდება, დასუფთავებულია, მაგრამ ღმერთი არ არის. ღმერთი სუფთა, ანუ კაცობრიულად მარხულობს, ყველაფერს აკეთებს, მაგრამ ღმერთი არ მიუღია. ამიტომ ეს ამაზე ამბობს ნეტარი ავგუსტინე ძალიან საინტერესოდ, რომ ჩვენ რაღაცაზე უარს რო ვამბობთ ამ ქვეყნიურზე, იმის სანაცვლოდ თუ არ მიიღე სულიერი, ეს უარის თქმა არის განწმენდა და მაგრამ ცარიელჩები. და თუ სულიერს მიიღებ, მაშინ ივსები და ის ეშმაკი უკან რომ მობრუნდება, იმას სავსეს ნახავს და არაც არიელს. ადგილი არ რჩება. ხო, არის, ანუ ადამიანი ხო არის ჭურჭელი. ჭურჭელი რო არის ნიშნავს იმას, რომ ადამიანმა უნდა მიიღოს ღმერთი და ღმერთით უნდა აღივსოს. მაგრამ თუ სუფთა ხარ, არ ცოდავ, მაგრამ ღმერთს არ ღებულობ, ის 7 წილად დაგებრუნდება და უარეს გაკეთებინებს. აი 4 მარხვაზე მინდა ვთქვა, რომ საერთოდ არსებობს 4 მარხვა ეკლესიურად, ეს არის, აღდგომის მარხვით იწყება საერთოდ ათვლა ყველაფერი, აღდგომის მარხვა, ეს არის პეტრე პავლობა, მარიამობა და შობა. ეს 4 მარხვა იმიტომაც არის დაწესებული, ეხლა ის რაოდენობა რამდენი იქნება მარხვის, ამის შეცვლა შეიძლება, მაგრამ ეს არის 4 უმნიშვნელოვანესი მოვლენა, რომელიც ერთადერთია. საერთოდ ესეთი რაღაცა ნათქვამი, რომ ცისხვეშეთში არაფერი ხდება ახალი. ყველაფერი იცვლება და ძველი ბრუნდება და ყველაფერი არის განმეორებადი, როგორც წელიწადის დროები, ისე ყველაფერი ცხოვრებაში არის განმეორებადი, მაგრამ არსებობს 4 მოვლენა, რომელიც არ არის განმეორებადი. ანუ იქ 4-დან 1 შეიძლება განმეორებადი იყოს, მაგრამ საწყისია და ამიტომ არის ესეთი აღსანიშნი და რას ნიშნავს ეს, რომ ახალი მოხდა სამყაროში ის, რომ ღმერთი განკაცდა. ეს არ განმეორდება არასოდეს. ღმერთი განკაცდა. ანუ ძე ღვთისამ შეიმოსა ადამიანური ბუნება. აი ეს არის შობის მარხვა. ღმერთის განკაცების აღსანიშნავად ადამიანები მარხულობენ და აი ამას მერე დღესასწაულობენ მარხვით განწმინდავენ თავს, რომ მათშიც ისვას ქრისტე. ესე არის ნათქვამი, რომ 1000-ჯერ რო ისვას ქრისტე, რა თქმა უნდა ეს არ მოხდება, მაგრამ 1000-ჯერ რო ისვას ქრისტე და შენს გულში თუ არ ისვა, ის რომ ქრისტე ბეთლემში ისვა, შენ ეს არ გიშველის. აი ზუსტად მარხვა არის იმისთვის, რომ მოამზადო საკუთარი თავი, რომ ქრისტე ისვას შენში. და ეს შობა უნდა იყოს მუდმივი და განახლებადი. მეორე მარხვა, რაც არის აღდგომის მარხვა, ანუ დიდ მარხვებზე ვსაუბრობ, აღდგომის მარხვა არის ეს, რომ ადამიანი აღსდგა.
ღმერთმა აღადგინა ქრისტე. ანუ ადამიანური ბუნება აღსდგა და ეს არის უდიდესი დღესასწაული იქიდან გამომდინარე რომ ჩვენც ქრისტესთან ერთად აღსდგებით ყველა ის ვინც ირწმუნებს. აი ამის აღდგომისთვის, სულის აღდგომისთვის ამისთვის ემზადება. ღვთისმშობლის მარხვა არის ერთადერთია ღვთისმშობელი, ერთადერთხელ მოხდა რომ ღმერთი ადამიანისგან ქალწულისგან და სულიწმინდისაგან განკაცდა და ეს ქალწული არის ღვთისმშობელი და ღვთისმშობელი არის ერთადერთი და ამიტომ მისი ამ ქვეყნიდან გასვლის დღის აღსანიშნავად ხორციელად გასვლის, თორე ღვთისმშობელი ჩვენთან არის, ამის აღსანიშნავად მარხულობდა. პეტრე პავლობა არის სახე პირველი ადამიანებისა, რომლებიც განიმხრთნენ. ანუ ის რაც მოგცა იესომ, ვინც ქრისტე მიიღო, ქრისტეს სიტყვა მიიღო, მას შეპირდა რომ მე მოგივლენთ სულიწმინდას, რომელიც მამისაგან გამოდის. აი ეს მოვლენილი სულიწმინდა არის ადამიანში, პეტრეში და პავლეში დამკვიდრებული და ჩვენში მათი მეშვეობით, ხო, ქრისტემ გადასცა ეს ძალაუფლება და როცა ჩვენ ვინათლებდით, ჩვენც განვიმხრთობით, ღმერთი იმკვიდრებს ჩვენში. აი ეს მოვლენა არის მხოლოდ და მხოლოდ ქრისტეს შემდეგი. ანუ ქრისტემ მიცა ეს კაცობრიობას. მანამდე ადამიანში სულიწმინდა არ მკვიდრდებოდა. ამიტომ ამის აღსანიშნავად არის ეს პეტრე პავლობა, 4 უდიდესი მოვლენა. ასევე არის ცალკეული მარხვები. ანუ ერთდღიანი მარხვები, აი ჯვართამაღლება არის, იოანე ნათლიმცემლის თავისკვეთა არის და აქ არის ძალიან საინტერესო სოციალურ ქსელში იყო ესეთი რაღაცა, რომ ერთი ამბობს, რომ აი გიორგობასო, გიორგიო, წმინდა გიორგი აწამესო და შენ ღვინო სვამო. და ზეიმობო და აი ისო დაჭრესო, ისო აკუწესო და შენო ზეიმობო და ნუ არ არისო სწორიო რა, ეგეთი რაღაცით ამბობს და ეს საქართველოში ძალიან მწირი ცოდნაა საერთოდ რატო არის დანიშნული და ერთ-ერთი არის ეს. აი მაგალითად რატო არის იოანე ნათლიმცემლის თავისკვეთის დღე მარხვა და რატო არის წმინდა გიორგის წამების დღე დღესასწაული. ეს ხდება იმის გახსენებით, რომ აი მაგალითად ქრისტეს ჯვარცმა არის წითელი პარასკევი და უმძიმესი დღე. მაგრამ ქრისტეს ჯვარცმის და ქრისტეს აღდგომის შემდეგ პეტრე რო აცვეს ჯვარს. აი ეს დღე არ გვაქვს ჩვენ ეს ასე არ აღნიშნავთ ეს პეტრე რო ჯვარს აცვეს ეს ინფორმაცია ვიცით, მაგრამ ამ დღეს არ აღნიშნავთ, მაგრამ პეტრეს ჯვარცმა იქნებოდა დღესასწაული. თუ მაცხოვრის ჯვარცმა არის ტრაგედია, ანუ მარხვა, პეტრეს ჯვარცმა იქნებოდა დღესასწაული და რატომ? იმიტომ რომ მაცხოვრის აღდგომამდე სიკვდილი არ იყო დამარცხებული და ყველა მიდიოდა ჯოჯოხეთში. აი ამას აღნიშნავთ ჩვენ მაცხოვრის ჯვარცმის შემდეგ უკვე. აი წმინდა გიორგის წამება რატო არის დღესასწაული, რომ ის მიუხედავად იმისა, რომ საშინლად აწამეს, მან გაიმარჯვა. მან გაიმარჯვა, ისე ვიდა სასופელში. მან გაიმარჯვა, მან უარი არ თქვა ღმერთზე. ის ღმერთს შეუვერდა, ანუ ამ წამებით ის გახდა უდიდესი გვირგვინოსანი. ამიტომ ამას დღესასწაულობთ, ის რომ აწამეს იმას კი არ დღესასწაულობთ, არამედ ამ წამებით ის რომ გაიმარჯვა სოფელზე. აი ამ გამარჯვებას ზეიმობთ. ამიტომ წმინდა გიორგის წამება არის ზეიმი. რადგან ის ამ წამებით სასופელში შევიდა და ღმერთში დაიმკვიდრა და ღმერთმა დაიმკვიდრა მასში და იოანე ნათლიმცემლის თავისკვეთა არის მარხვა, იმიტომ რომ იოანე ნათლიმცემლის როცა თავი მოკვეთეს ის ჯოჯოხეთში წავიდა. რადგან ქრისტემდე ყველა მიდიოდა ჯოჯოხეთში. ამიტომ ქრისტე რო ამბობს ელი ელი ლამა საბათქანი ღმერთო ჩემო რატო დამტოვე მე ეს არისო განცდა ყველა ადამიანის ვინც კი ჯოჯოხეთში მიდიოდა და მიდის. იმიტომ რომ ღვთის დატოვებულობის განცდა არის, ღვთის მიტოვებულობის განცდა არის. ამას ამბობს იაკობი, რომ წუხარე ჩავალ ჩემ შულთან ჯოჯოხე იმაში ბნელეთში. როცა იოსებზე უთხრესო შენი შვილი ხეცმა შეჭამაო. ანუ ქრისტე მთელი კაცობრიობის ნაცვლად ამბობს ამას და ქრისტე განგებულებით ვიცით, რომ ჯოჯოხეთში ჩადის და მე იქიდან ამოყავს
მთელი სულები. ამიტომ რაც ქრისტეს ჯვარცმამდე ხდება, ეს არის მარხვა. რაც ქრისტეს ჯვარცმის შემდეგ ხდება, წამება წმინდა ქეთევანის, წმინდა გიორგის და აი ეს უდიდესი მოწამეების წამების დღე დღესასწაულია, იმიტომ რომ ისინი ამით წამებით იმარჯვებდნენ, წამებამ არ დაამარცხა. მათი დაბადების დღე. მათი დაბადების დღეა, ხო. და ამიტომ არის ეს დღესასწაული. ამიტომ რა თქმა უნდა დღესასწაულზე ყანწებით მაინც არ არის მიღებული, მაგრამ ჩვენ უნდა ვხარობდეთ გიორგობას და არ უნდა მარხულობდეთ, არამედ უნდა გვიხაროდეს ის, რომ წმინდა გიორგიმ გაიმარჯვა წამებაზე, გაიმარჯვა სიკვდილზე და შევიდა სასუფეველში. და მეოხია ჩვენი. აი მარხვაზე კიდე სულიერი და ხორციელი მარხვა, ხო, აი გარეგნული და შინაგანი მარხვა. ხა გარეგნული მარხვა ადამიანს ბევრად უფრო ადვილად გამოსდის, ვიდრე შინაგანი. მაგალითად, მთელი 40 დღე ყველს არ ჭამს, ხორცს არ ჭამს, მაგრამ ეხა შეადაროს ის უფრო ადვილია თუ აბა იმუშაოს ერთი დღე გამოყოს, რომ არავინ არ განიკითხოს, იმერ დღეს იფიქროს, იმერ დღეს ცნობიერად ბევრ რაღაცაზე იმუშაოს, ეს უფრო გაუჭირდება. აი არ განკითხვა ერთი დღით კი არა, ერთი საათით უფრო გიჭირს ადამიანს, ვიდრე 40 დღე ხორცის არ ჭამა და აი რა არის იცი, აი რატომ არის რომ გარეგნული მარხვა არ უჭირთ ადამიანებს? არ უჭირს, იმიტომ რომ იქ თვითმაყოფილების განცდაც აქვს, რომ აი უკვე 28 დღეა ხორცი არ უჭამია და რაღაცა და აი ეს ახარებს და ის რომ ეხა მე ბევრჯერ ყოფილი ადამიანისთვის მithქვამს, რომ მოდი ამ მარხვაში ხო, მარხვას რამდენადაც შეძლებ, როგორ შეძლებ და რა ვიცი, ეხა თუ ისა ძალიან კარგი შენ თუ რაც უფრო მკაცრად შეძლებ, მაგრამ თუ ვერ შეძლებ და აი წიგნი წაიკითხე. წიგნის კითხვა უფრო უჭირს. რო ეტყვი რომ წიგნი წაიკითხე, სახარება წაიკითხე, ცნობიერად იმუშავე, აი ამაზე ესე არა, ესე იფიქრე, ეს უფრო უჭირს, ვიდრე ხორცი არ ჭამოს და ისე დღევანდელი მასე ვიტყვი რომ დღეს ყველაზე მეტად, ყველაზე საუკეთესო დროა ქრისტეს სიტყვის მოსმენის. მოსმენის რაც პირველ საუკუნეში, მაშინაც არ იყო, როცა ქრისტე დადიოდა. იმიტომ რომ ქრისტე როცა იერუსალიმში იყო, იერუსალიმში უნდა მისულიყავი რომ მისთვის მოგესმინა, ქრისტე როცა სამარიაშია, სამარიაში უნდა მისულიყავი, ქრისტე თუ გეცამანის ბაღშია იქ და ანუ ქრისტე სადაც იყო, იქ უნდა ყოფილიყავი რომ მისი სიტყვა მოგესმინა და დღეს ადამიანს დროის ნებისმიერ მომენტში თავისთან სახლში შეუძლია რომ იქეთ კი არ არის ქრისტესთან მისასვლელი. ქრისტე იმდენად მოვიდა ჩვენთან რომ ეს მისი სიტყვა სახარება თუ გინდა ღამის პირველ საათზე წაიკითხე, თუ გინდა დილის 7 საათზე, თუ გინდა ნაშუად ღუზა ნებისმიერ დროს შეგიძლია რომ ქრისტეს ესაუბრო. რა კომფორტიც იმ პირველ საუკუნეში არ ქონდა და დღეს ბევრჯერ გამიგია არის რომ აი ქრისტეს დროს რო დავბადებულიყავი, ის ვისაც დღეს ქრისტე არ აინტერესებს, ის ქრისტეს დროს რო დაბადებულიყო, მით უმეტეს არ იშრომებდა იმისთვის რომ ქრისტესთვის მოესმინა და ამიტომ მარხვის დროს აი ყველაზე მეტი ხო, ყველაზე დიდი ყურადღება რასაც უნდა მიაქციოს ადამიანმა არის რომ მიაქციოს შინაგანად, ცნობიერად რამდენად იზრდება და რამდენად დიდი ინტერესი და სურვილი აქვს ღმერთის შემეცნების და ღვთის სიტყვის მოსმენის. ის გამახსენდა ახლა შევყვებოდი ერთი მოკლედ ვერ ვარხულობ რა ისეთი სამსახური მაქვს რომ მიჭირსო ვერ იმას ვიზამო და მეუთხარი არ არის კაი პრობლემა როგორც მოახერხებ ისე მაგრამ თუ ვერ მარხულობ დღეში ერთი თავი სახარება წაიკითხე მეუთხარი ხო და კვირამდე წირვაზე რომ მოხვალ ჩაინიშნე რაც შეკითხვები დაგებადება თუნდაც კრიტიკული შეკითხვა იყოს ვისაუბროთ განვიხილოთ მეთქი ო არაო მაგასო მეტანიები მირჩენია უთხარი აქ სპორტ დარბაზი ხო არა წერია უთხარი ზადმეტად განცდა კი რაღაც დიდი ვინმე გონია ხო ეს მარხვებში ხლა აღდგომის ეს სახარების კითხვაზე ძალიან სასაული სიტყვები აქვს გრიგოლ პალამას არ გაბედო ღმერთზე საუბარი თუ არ იცი ღმერთთან საუბარიო. ხო, საინტერესო. ანუ ღმერთთან საუბარი თუ არ იცი, აი ღმერთზე საუბარი წიგნით შეუძლებელია. და ვინც წიგნით საუბრობს ღმერთზე, თუნდაც სახარებიდან, თუ ღმერთთან არ საუბრობს ამ სახარებაზე,
ვერასოდეს ვერ იტყვის იმას რაც არის ღვთისგან და ჭეშმარიტი. ამიტომ მარხვას მე მაგალითად პირადი იმით რისთვის ვიყენებ, რომ მე მარხვის დროს განსაკუთრებით ყოველთვის, მაგრამ მარხვის დროს განსაკუთრებით ვიყენებ მას იმისთვის, რომ ღმერთთან ვისაუბრო და ვისაუბრო სახარების ენით, წმინდა წერილის ენით და წმინდა მამებით. აი მაგალითად ეს ნათქვამი ხა გრიგოლ ნოსელის ნათქვამი, რომ არ გაბედო ღმერთზე საუბარი, თუ ღმერთთან არ იცი საუბარი და აი ეს უკვე ჩემთვის ღმერთთან საუბარია. უკვე ამ მამამ ისეთი რაღაცა მითხრა, რომ ეს მან ღვთისგან იცოდა. ანუ ძალიან ისეთია მამებში მე ვამჩნევ ხოლმე, რომ რაღაცას ეს ღვთისგან არის. ეს შეიძლება მისგან იყოს, მაგრამ აი ეს ღვთისგან არის. პავლე მოციქული რო ამბობს, არა მაქვს ბრძანებაო ღვთისგანო, განა არასწორს ამბობდა, ყველაფერს სწორს ამბობდა, მაგრამ აი ეს ქალწულებაზეა. არა რო ეთქვა რომ ბრძანება მაქვს, მაშინ ყველა ქალწული უნდა გავხდარიყო. ამიტომ არის რაღაცები, რაც აი ეს არის ესეც ღვთისგან არის, რასაც პავლე ამბობს, რომ ასევე ეთქვა პავლეს, იმიტომ რომ ღვთის ბრძანება არ მიეღოთ. ამიტომ მარხვა უნდა გამოიყენო ღმერთთან სასაუბროდ. ეს არის ყველაზე დიდი ისა და ღმერთთან საუბარმა შეიძლება დაგავიწყოს ჭამაც. და თუ გაგახსენდა ჭამა, წმინდი ყველი გაქვს შეჭამა და გააგრძელე. გააგრძელე ღმერთთან საუბარი. ეს არის მარხვა ჩემთვის მაგალითად. კი. ეხლა მარხვის ისიც ხო, ეხლა აი ადამიანი გამოცდის წინ, გამოცდაზე რომ მიდიხარ, აი დილით 12 საათზე გამოცდა გაქვს და დილით არ ჭამ ხო ისე მძიმედ მაინც რომ ამან არ შეგაწუხოს. და აქ არ ჭამა კი არ არის მთავარი, იქ რომ სუბუქად იყო, იქ რომ უფრო მეტი, იმიტომ რომ ზედმეტი ჭამა, ზედმეტი სიმძიმე გონებასაც ამძიმებს და ესეც არის ხო, იმიტომ მამები და ეკლესიაში მარხვისის იმიტომაც არის განსაზღვრული, რომ მუდმივად რაღაც ისეთ განცდაში იყო, სუბუქ განცდაში, რომ სხეულებრივად არ იყო დამძიმებული, იმიტომ რომ გონება იყოს თავისუფალი. აი ამისთვის არის და არა იმისთვის მართლა რომ იქ შენ ხორცი და ყველი არ ჭამე. აი ჩვენ ქართველებს გვაქვს მცირე რჯულის კანონი, ესე არის შედგენილი ექვთიმე ათონელის მიერ არის შედგენილი რჯულის კანონიდან და ამოღებული ისინია და იქ წერია რომ შაბათს ნუ იმარხულებთო. ანუ ვინც შაბათს იმარხულებს, დიდ შაბათს. დიდ შაბათზე წერია და ეს გაურკვეველი იყო ჩვენთვის, როცა ახალი ქრისტიანობა დავიწყოთ, გვეგონა რომ აღდგომის წინა შაბათს უნდა გაგვეხსნილებინა და მაგას არ ნიშნავს, არამედ მარხვა არის ეგ სიტყვა ბერძნულშიც შიმშილთან არის კავშირში. აი მე დავწერე რომ ქრისტემ 40 დღე შიმშილა მეთქი და ერთმა დაწერა რომ ქრისტემი მარხულაო კი არ უშიმშილიაო და მაგას ეგონა რომ ქრისტე უდაბნოში რაღაც სამარხო პროდუქტს ჭამდა და ქრისტემი შიმშილა, შიმშილთან არის კავშირი და აი ძველი მარხვები აი შაბათს არ იმარხულოთ ნიშნავს, ანუ დიდ შაბათს არ იშიმშილო, იმიტომ რომ ძველად შიმშილობდნენ. აი მაგალითად დღეს აქ ეს ისლამში არის რომ მზის ჩასვლის მერე რო ჭამენ. მაგრამ ქრისტიანობაშიც ყოფილა ეგ იყო, ხო ძველი არის, ხო. მე-9 ჟამამდე არ ჭამდნენ და მე-9 ჟამის მერე იხსნილებდნენ ყველაფერს ჭამდნენ. ხო, ეს იყო მარხვა, ეს პროდუქტები მაშინ არ იყო თავიდან, რომ აი ეს პროდუქტი ჭამე და ის არ ჭამო, არა, ეგეთი რამე არ ყოფილა, იმიტომ რომ მიიყვნენ ერები, სადაც მარტო ხორცი იყო და ყველი და ხორცის მეტი შეიძლება არც ჰქონდათ ისა. ამიტომ თვითონ ეს პროცესი არის შიმშილის პროცესი. და აი სრულყოფილი ქრისტიანი შიმშილობს, მაგრამ ხორცს აშიმშილებს იმდენად, რამდენადაც რომ ხორცი არ დააზიანოს. ამიტომ ცირედი ჭამა, არა მზის ჩასვლა და მზის ჩასვლის მერე რომ ყველაფერი ჭამო და ბევრი ჭამო, შეიძლება მას საერთოდ ხორცი მოკლას. ამიტომ ესეც არ არის სწორი. ამიტომ მარხვა უნდა იყოს აი ზომაზე, აი რაც გჭირდება, იმაზე ნაკლები. აი ყოველთვის მშიერი რო ადგე სუფრიდან. სუბუქად იყო. განსაკუთრებით მარხვაში, რომ სუბუქად იყო და ხორცს არ მიცე, იმაზე მეტი რაც ჭირდება. აი ეს არის არასაყვედრელი
ვნებულება რასაც ქვია, ანუ ჩვენი სხეული არის ვნებული და ამ სხეულს ჭირდება საჭმელი. ამიტომ მის უნდა მიაწოდო. სხეული მარხვით არ უნდა დააზიანო. არ შეიძლება სხეულის მარხვით დაზიანება. აი მაგალითად ესეთ რაღაცას ვეუბნები მრევლს, რომელიც მაგრამ მაინც იმდენად შეჩვეულია, სწავლებაზე უმტკიცესი არის, ანუ რჯულზე უმტკიცესი არისო. დილით მაგალითად ბავშვები, ახალგაზრდები მოყავთ ზოგი შორიდან მოდის ხო ტაძარში და მოყავთ უზმოდ. ხო, რომ აზიანონ. და ვეუბნები რომ არ შეიძლება არ გააკეთოთ ეს. უზმობა არ არის მიზანმიმართული აუცილებლობა ქრისტიანობაში და ზიარებისთვის. ეს იმდენად დარღვეულია რაღაცები, აი ადრე ყოველ აი შაბათ-კვირის წირვას ქვია ღამისთევიანი. ღამისთევიანი ნიშნავს რომ ეს საღამოს მიდიოდნენ, მცირე მწუხრი იყო, მცირე მწუხზე პურს აკურთხებდნენ და ჭამდნენ საჭმელს. და მერე იწყებოდა დიდი მწუხრი, მერე იწყებოდა ცისკარი და მერე მოებმებოდა წირვა და აი აქ არავინ არ ჭამდა. ამიტომ თითქოს და ეს უზმო არის აუცილებელი, მაგრამ იქ უზმო არ აზიანებდა სხეულს. როცა ხა საღამოს უკვე ლოცვას რო დაიწყებ და დილის გამთენიისას რო ეზიარები, სხეული არ ზიანდება პირიქით, მაშინ არ უნდა ჭამო, ხო ხა მსახურებაზე ხო არ დაიწყებ ჭამას. მაგრამ ეხლა ბავშვს რო ააყენებ დილით სადღაც შორს და 1 საათი გინდა ტაძრამდე მიხვიდე, მერე ტაძარში კიდე 2-3 საათი ლოცვა არის და არაფერი არ აჭამო, იმიტომ რომ გაყოფილია დღეს ეს ღამისთევიანი. მაშინ ეს ხო ბავშვი აზიანებს სადღაც ღამის 11 საათი და ბავშვიც და დიდიც მეორე იმამდე არაზე დიდიც მეუბნება ხშირად რომ დილით მაგ წამალი დასავლები რა დალიე დალი მცირედით შეჭამე იმისთვის რომ ორგანიზმი არ დააზიანო და მოდი და ეზიარე. იმიტომ რომ ჩვენ ღმერთს არ უთქვამს რომ ეს სხეული უნდა დავაზიანოთ მარხვით. სხეული არ უნდა დააზიანო. უბრალოდ სხეულს არ უნდა მიცეს ზედმეტი. აი მაგალითად ქრისტეს რო ეუბნება რომ ეს ქვები პურებად აქციე, ანუ ქვები რო აქციე, ანუ პერი რაც არ ჭირდება იმდენი. აი ეს არ უნდა მიცე ორგანიზმს. ვასილი დიცაკ სხეულს ნუ დაამძიმებო ისეო რომ ღმერთის შეცნობა ვერ შეძლო. ანუ როდესაც შენ სხეულს იმ დონემდე აზიანებ რომ არა გაქვს არ წაკითხვის თავი, არც ღმერთზე ფიქრის თავი, ეგ არ არის სწორი. ეგ მიდგომა ჰქონდათ იმებს ინდუისტებს და ბუდისტებს და იმათ რომ სხეული ბოროტებად რომ მიაჩნდათ. ხო, ნუ დღეს კიდე არის ესეთი რაღაცა გავრცელებული რომ აი მაგალითად რაც გიყვარს ის არ ჭამო და მაგალითად გაბრიელ ეპისკოპოსი ლობიოს არ ჭამდა მარხვაშიო რაღაც ნუ ეს მისი ღვაწლი იყო მაგრამ ეს არ შეიძლება ეს დააწესო და ვინმეს ხო სახედმიც იმიტომ რომ მე მაგალითად ჩემი ექიმები მეხვეწებიან რომ ჭლე ხორცი ჭამეო და ვერ ჭამო. არ მიყვარს, აი ვერ ჭამ უბრალოდ. და ხა მარხვაში ჭლე ხორცი წამა რო დავიწყო, ესე იგი ის იქნება, რაც არ მიყვარს ის რო ჭამო. ანუ თუ რაც მიყვარს ის რო არ ჭამო და რაც არ მიყვარს ის ჭამო, ესე იგი გამოდის მარხვაში ხორცი ჭამა უნდა დაიწყო. ხო, ხორცი ჭამა უნდა დაიწყო. ანუ ეს ფორმულაც არ არის სწორი ფორმულა. კი ბატონო, თუ იმას რაც უყვარს იმას არ ჭამს, ეს მისი პირადია და არა ის რომ ყველას უთხრა რომ აი რაც გიყვარს ის არ ჭამო მარხვაში, არა. მარხვა არის სწორი. რაც ორგანიზმს ჭირდება იმისთვის, რომ ორგანიზმი იფუნქციონიროს სწორად, აი ის უნდა მიცე. და თუ ექიმისგან გაქვს შენ ისა რომ უნდა ჭამო ძის პროდუქტი, უნდა ჭამო. ოღონ იმდენი რომ ეს ნაყროვანებაში და ტყბობაში არ გადაგივიდეს ხორცის. არამედ ხორცის საჭიროებისთვის. აი საოცარი მარხვა იქნება თუ როგორც ექიმი გეტყვის იმ პროდუქტებს ეჭამ იმ ზომით. გაუჭირდება. ხო, ყველას გაუჭირდება. იყოს იქ ხორცი, მაგრამ იმ ზომით შეჭამე. და ეს სხეულისთვისაც ის არის და სულისთვისაც რომ სხეულზე არ გადაეგო. ამიტომ რა თქმა უნდა ჩვენ მარხვა ისე უნდა დავიცვათ როგორც ეკლესია გვეუბნება, მაგრამ ეს
ეს ჩვენი საუბარი არ არის იმისთვის, რომ ჩვენ მარხვები გავაუქმოთ, უბრალოდ დამოკიდებულება უნდა გქონდეს სწორი და პრიორიტეტი რა არის მარხვაში? თავისი რა არის? მე მქონდა ახლა მაგალითად ესეთი შემთხვევა, აი ძალიან დიდი წლების წინ მეგობართან მარხვა იყო და მეგობართან ვიყავი სახლში სტუმრად და დედამისმა ტრაპეზის საჭმელი გაგვიწყო მოკლედ მთელი ისა ბავშვობა მაგის თვალწინავარ გაზრდილი იცის ილიამ ახლა სახელდაგვარს არ ვიტყვი და დავიბენი ახლა რა სამარხო ის იყო პროდუქტი და რა უნდა მექნა და ავდექი და შევჭამე რა ეს არა სამარხო ის რაც იყო იმიტომ რომ თავიდან თავი რო შევიყავი და არ ვჭამდი ეს ხალი იმდენად შეწუხდა რომ აქ საჭმელი გამიწყო ესა და მე ეს რო ისა და ხა ამის შეწუხებულ სახეს რო უყურებდი მეთქი ხა რა ჯობია აქ ეს გადავიღო ეს ყველი და ეს ჭამო თუ ეს ხალი ამდენი წელია არ უნახი ვარ მის თვალწინავარ გაზრდილი დედასავით იყო ჩემთვის და დამწუხრებული დავტოვო მეთქი და ეხლა მე ის იქ რო არ შემეჭამე ეს იყო იმის ტოლფასი რომ ხორცი არ ჭამე და ადამიანი შეჭამე რა დიდ მარხვაშიო იოანე და გიორგის ბეთანიელებს დაეწვიაო და ქათამი დაკლესო ხო და ჩვენთვის დღესასწაულიაო ჩვენი დაგვეწვიო მაშინ საერთოდ ნათესავთან არ მიდიოდა ბერთან იმიტომ რომ ყველა საშიში იყო ბერებთან ურთიერთობა და საერთოდ მორწმუნე ადამიანთან ურთიერთობა და ეს დამივიდა და ქათამი დაუკლესო ამიტომ ეს მარხვა არ არის ესეთი რაღაცა რომ აი ესე უნდა იყოს და მორჩა. ამით უმეტეს მაკარიძე არო საძმოში როცა ძმებთან გავიდოდაო, რამდენ ჭიქა ღვინოსაც იგდალებდაო ძმებთან. იმდენი დღე მარხულობდა და წყალს არ სვამდაო და ანუ სხვა არის ადამიანებთან რომ ეგ არის ხა რასაც ქრისტიანობს რომ გარეგნული ფორმა რო გაქვს. ბაღდურის წინ ბერები რო გადიოდნენ უდაბნოში. სამარხური. იმიტომ რომ ადამიანთან ურთიერთობა უკვე მარხვა არ არისო. ანუ ადამიან ძმასთან რო ურთიერთობს სიხარულია. დაიწყებს ალმუნეს ხო, აი სიხარულია, ну როგორ შეიძლება ძმასთან იყო და მარხულობდე, ანუ მწუხარებაში იყო, შეუძლებელია ძმასთან ყოფნა სიხარულია და ძმასთან ყოფნას მარხვის დარღვევად თვლიდნენ. და დიდ მარხვაში სახარება არ იკითხება. დააგვირდით, იმიტომ არ იკითხება სახარება, ანუ ეკლესიურად სახარება არ იკითხება დღე ყოველ შაბათ-კვირის გარდა. წირვები არ არის, იმიტომ რომ სახარება სიხარულია. წირვა არ არის, იმიტომ რომ სიხარულია. ანუ ამ მიწიერი სიხარულისგანაც იკავებდნენ თავს. აი ეს იყო, ახლა ეს ბერულია, ეს არნიშნავს იმას, რომ ერმესი გააკეთოს, მაგრამ ერთობა ყოველთვის სიხარულთან არის კავშირში, რომ ძმის სახის დანახვა და აი როგორც დედას შვილის დანახვა უხარია და შეუძლებელია შეწუხებული იყოს, როცა შვილს ხედავს, თქვათ, როცა კარგად არის ყველაფერი. აი ესეთი არის, ესეთი იყო ბერებისთვის ძმების ერთად ყოფნა. ამიტომ იყო ეს მაგარი, რომ ძმებთან გადიოდა, ეგ შეუძლებელია მარხველი ყოფილიყო და მწუხარე. ახლა ძმასთან მიხვიდე დაბადების დღეა სიხარულია, რაც ახლა შენ თქვი ის ადამიანი რო არ შეჭამო შეწუხდება, ну რა ვიცი ხო აქ როგორ უნდა მოიქცე ხო? მომავალ ლექციაზე ვისაუბროთ ახალი წლის შესახებ, ანუ ეს ახალი წელი მარხვაში ხდება და აი რატომ არის, რატო არ ჩვენ ძველ სტილზე, როგორ ჯობია, რა არის და რა ხდება, ამაზე ვისაუბროთ და თან შობის მარხვაზე რა პროცესშიც ვართ, იმ პროცესში ვისაუბროთ, რატო არის, რას ნიშნავს შობა და რატომ არის საქართველოს ეკლესია ძველ სტილზე და რამდენად სწორია იყო ძველზე თუ ახალზე. აი ამაზე ვისაუბროთ და ძალიან საინტერესო იქნება. შობის მარხვასთან ძალიან მის წარმოშობასთან და ისეთ ისტორიული მებთან ბევრი საინტერესო რაღაცებია. ერქვა თურმე ესა წმინდა ფილიპეს მარხვა ერქვა თავიდან და რატო რა იყო ეს ყველაფერი საინტერესო ისინი არის ამასთან დაკავშირებით. აბა მომავალ შეხვედრამდე.